გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. ძირფასო მეგობრებო, ქართული ოცნება მოქალაქეების დაკავების ანტირეკორდებს ხსნის, ამიტომ ისევ ტრადიციულად სოლიდარობით ვიწყებ გადაცემას, სოლიდარობა ჩვენი გუნდის წევრო ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს. მალე გათავისუფლებას გისურვებთ ყველას. ხალხს უკვე ქუჩის გადაკეტვის გამო და სამედიცინო პირბადი სტარებისთვისაც კი აკავებენ. გადაივსო საპატიმროები, დააკავეს ჟურნალისტები ვახოსანაია ქეთაციცკიშვილი 2 დღის წინ რუსთაველზე პირდაპირ ტროტუარიდან აიყვანეს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია შავგულიძე და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მოკლედ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შემდეგი კვირიდან ვაპირებ რომ ერთის ნაცვლად 2 მონოლოგი ჩავწერო ხოლმე. ერთი ჩვეულებრივი ხუმრობები იქნება ერთ მონოლოგში, ხოლო მეორეში დაჭერილი ხალხის მოკითხვა და სოლიდარობის გამოხატვა, იმდენი ადამიანი არის დაკავებული უკვე. ესე იგი, ოცნებამ გადაავსო ციხეები, არცად ტევა არაა ხალხს რო ვეღარ ასახლებენ საპატიმროებში, პოლიციელებს ზოგი სახში მიყავს პირდაპირ, არ არის ადგილი. და დადგა ის მომენტი, როდესაც ჩემს გადაცემაში უნდა ვთქვა ეს წინადადება, სოლიდარობა ირაკლი ღარიბაშვილს. ცოტა ეს იუმორისტული რაღაცების მაქვს. რეჟიმის უკანონო პატიმარს თქო ვერ ვამბობ, რადგან კანონიერია თუ არა მისი დაკავება, ამას დაადგენს ოლიგარქის მიუკერძოებელი პროკურატურა და ოლიგარქის უმციკლო სასამართლო. რამდენიმე დღის წინ სუსმა ჩაატარა სპეცოპერაცია ქართული ოცნების ყოფილი ჩინოვნიკების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩხრეკა. სახლებიდან ამოიღეს დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ოქროს ზოდები, ძვირფასეულობა და ძვირადღირებული საათები. ბრიფინგზე სუსის წარმომადგენელი ხანუმასავით კითხულობდა ამოღებული ნივთების ჩამონათვალს, დოლარების დასტები და ძვირიანი საათები, ოქროს ჯვრებით, ბრელოკებით, ზოდით სავსე კალათები. ესეთი რიკატიკა, ხო ეს მუსიკაც ხო აქვს ხოლმე თავის და ამაზე ასე ჩამოგვირაკრაკა ვის რამდენი ფული ქონდა. თუ დააკვირდებით ბრიფინგზე პროკურატურის და სუსის წარმომადგენლები ოდნავ თავდახრილები კითხულობენ. ესე თავი აქვს დახრილი და კითხულობენ ამას, ამ განცხადებებს და ამ ამოღებული ნივთების შესახებ ამ განცხადებას. მე მივხვდი რატომაც აკეთებენ, თავი რო გამართონ და ასე თავაწეულებმა წაიკითხონ, ეგრევე გამოჩნდება რამდენჯერ გადაყლაპავენ ნერწყვს ამ ქონების ჩამოთვლისას. იმიტომ როცა თვითონ ამდენი წელია მხოლოდ ხელფასზე მუშაობენ, მაინც ამდენ რაღაცას რომ თვლი, ცოტა მაინც ნერწყვი გადგება ადამიანს. ოქროს ზოდები და იმდენი ძვირფასეულობა ამოიღეს, რომ 6 მეთაყაიშვილის მერე ამხელა საგანძური არავის დაუბრუნებია ქვეყნისთვის ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ იმდენი განძი ამოიღეს ეს რომ არ ამოიღოთ ჰოლივუდი ინდიანა ჯონსის ბოლო სერიის გადაღებას აპირებდა ირაკლი ღარიბაშვილის სახლში, იმდენი რაღაცა იყო. ამბობენ რომ ღარიბაშვილის სახლიდან ოქროს ზოდების, საათების და ფულის გარდაო თურმე ტუზიც ამოიღეს. აი ის ტუზი 2013-ში რო დაეცა ღარიბაშვილს და კაცად რო აქცია ის ტუზი და ისევ ჩამოართვეს რა ვქნათ. 7 მილიონი დოლარი ამოიღეს, წარმოიდგინეთ, ახლა 7 მილიონი გესმით რამდენია? რა გვარიანად უგროვებიათ ეს სიმდიდრეები, რო ვაკვირდები ქოცების თანამდებობაზე დანიშნა ჰგავს ფორტ ბოიარდს. აი ბოლოს ოქროები რო იყნება და დროის ამოწურვამდე რაც შეიძლება მეტი რო უნდა მოფუთნო, მეური მოფუთნო და მოაწყონ, ზოგი აქ რო იყრის აქნებში, მაისურებში და ესე რო იბერებიან. აი ამას გავს ამათი საქციელი. ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 2 დღის წინ სუსში დაიბარეს გამოკითხვაზე და რომ გვეგონა ბრალს წაუყენებდნენ, სუსმა განაცხადა, რომ სრულიად ითანამშრომლაო გამოძიებასთან და გაუშვითო. ანუ დანაშაული აღიარა და გაუშვეს. ვერ გავიგე ღარიბაშვილი სუსში იყო დაკითხვაზე თუ სტუმრად ნოესთან. ვერ მივხვდი, ანუ რას ნიშნავს დაიბარეს, აღიარა და ვითომ არაფერი წავიდა. აღიარა რა, გამოვიდა სუსის შენობიდან, ჩაჯდა ესე მანქანაში კოხტათ და ლამაზად და წავიდა სახლში. თითქოს არც არაფერი მომხდარაო. აქეთ გზის გადაკეტვის გამო ხალხს ციხეში უშვებენ.
იქეთ ამან მილიონები იტკიცა ჯიბეში და ახლა წამოკოტრიალებულია სახში დივანზე და რა ვიცი, შეიძლება ვანო შოუსაც უყურებს და რა ვიცი, ხალისობს რა, რა ვიცი. რავი ერთობა, მხიარულ ხასიათზეა. მე თუ მკითხავ, ღარიბაშვილისთვის სულ არ არის ეს ციხე საჭირო. მაგას ბიძინა რომ თვალს აღარ გაუსწორებს და ამრეზით შეხედავს, ეგ უფრო დიდი სასჯელი იქნება მაგისთვის. აი ეგ სასჯელი დატანჯავს ცხოვრების ბოლომდე. ისე კიდევ კარგი პირბადე არ უპოვეს სახში იმოქროებთან ერთად, თორე ხოდა ჩასვავდნენ 1-15 დღით ციხეში. ბეძია გადარჩენილი იმ პერიოდში რო არ იყო გაციებული, ბედიქონია, ნუ ქართული ოცნების რიგებში უკვე გამოჩნდნენ მოწინავე წევრები, რომლებმაც დაგმეს ყოფილი თანაგუნდელები. მოდით ნახოთ დიმიტრი სამხარაძის განცხადება. არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის გამო არ მოვსულა როცნებაში. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონ ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს. ჩემო დიტო, აზრი არ აქვს ამ ვაზელინით გაპოხილ განცხადებებს. ეგრო საქმე შველოდეს, შენ ვინც ახლა უარყავი, იმ კაცს შენი წონა მადლობები აქვს გადახდილი ბატონი ბიძინასთვის, ვინ მოსთვლის რამდენი. თურმე პოლიტიკაში მოვიდა ბიძინას გამო და ვინც ბიძინას უღალატებს ყველას დასჯიან. ის კი არიციან ამათ რომ ყველა დასაჯელთა რიგშია ჩამდგარი. უბრალოდ ვინ როდის დაიჯება არავინ იცის, იმიტომ რომ ბიძინა რენდომულად არჩევს. და ვინც რიგში შეიძლება ბოლოში იყოს, ის უცბად შეიძლება თავში აღმოჩნდეს. გააჩნია ბიძინას ლოტოტრონი, რომელიც ციფრს ამოაგდებს. აგერ კაცი ახლა კაცის გვარი ღზე იწყებოდა, ბოლოში იყო რა და თავში აღმოჩნდა უცებ რა ვიცი, რას გაიგებ, ხო? აბა ვნახოთ შემდეგი განცხადება, ვინ წამოგვაწია ყოფილ თანაგუნდელებზე. ვნახოთ. ჩვენი გუნდის ლიდერობაც არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ეს გახმაურებული გამოძიებაც იქნება პრევენცია, რომ ბიუჯეტით გამდიდრება არავის შერჩება ნინო წილოსანი გეუბნება. როგორი მკაცრი ხარ ნინო, ძალიან მკაცრი ხარ. აი ამას ამბობს ძვირფასო მეგობრო ადამიანი, რომლის ოჯახსაც სასამართლომ 65 მილიონი აპატია და თურმე ღარიბაშვილის ფაქტით როგორი შეშფოთებულია. ეთყობა ბიძინა ჯერ იმ სახლს არ მიდგომია კავკასიონი რო გადაჭერი და ზედ რომ წამოჭიბე კახეთში, იმიტომ რომ ჯერ ბარში ასუფთავებს ქონებებს ბიძინა და მთაშიც მალიავა აპირებს. რას ვიზავთ ასე, აი ასეთი ერთგულები არიან ქოცები ერთმანეთის. მამლის გაღვიძებამდე და ყივილამდე კი არა. ჩათვლემილი არ აქვს მამალს, ესენი უკვე უარყოფენ ყოფილ გუნდელებს. ხომ უნდა გაიღვიძოს მამალმა რომ დაიყილოს, არა, ესენი ასწრებენ, ძვირფასო მეგობრებო, ასწრებენ ესენი უარყოფას. გაურკვევლობა და ფუსფუსი შეინიშნება ქართული ოცნების გულმხურვალე მომხრეთა რიგებში. აღარ იციან რა იფიქრონ, რა თქვან, რა დაწერონ. ლალი მოროშკინა მაინც მოახერხა განცხადების გაკეთება. მოდით ვნახოთ, რას ამბობს ლალი შექმნილ ვითარებაზე. მნიშვნელოვანია. თავარია ბიძინა ივანიშვილს ყელში არა მოუვიდეს ამდენი უმსგავსობა. მე მithქვამს. მართლაც შეიძლება ამოასხას ბიძინას ამ ყველაფერმა და მიყაროს ეს ყველაფერი და წავიდეს საერთოდ. და მიყაროს და წავიდეს. არ ვიმსახურეთ ჩვენ ამ ღვთისმიერ კაცს და წავიდეს მთელი ოცნებიანად. ეს ქვეყანა ღირსი არ არის არაფრის. ღირსი არ არის და ღირსი არის იცი რომ ჩალპეს ამ ევროპულ დამპალ ცივილიზაციაში და იმ ევროპული 2000 ევროიანი პენსიით იშიმშილოთ ამ ჩვენმა უმადურმა პენსიონერებმა. 20 ლარით რომ მოუმატეს და გადაყვნენ თავს. არაფრის ღირსები არ არიან, არც ერთი. ბიუჯეტის ხარჯვის მორიგი საინტერესო ინფორმაცია. ეს უკვე ოცნების პრეზიდენტ ყაველაშვილს უკავშირდება. ყაველაშვილის ადმინისტრაცია 12 ტელევიზორს და 4 დასადგამს ყიდულობს 17400 ლარად. აი გამაგებინეთ რა თუნდაც პრეზიდენტს 12 ტელევიზორი. აი რა შეჭირდება? 12 ტელევიზორი რა თუნდა? 12 ტელევიზორის ნაცვლად გეყიდა 5 შეკაი ადამიანი და დანარჩენი ფულით ხობე გაგემაგრებინა ის ჯობდა მოღიავებული რო გაქვს ეგ ეზოდა ვიღაცა გზააბნეული რო შემობოჟიალდეს და დაგამხოს მე რასაპირო უყურე მე მაგ ტელევიზორს და გაერთე ფეხბურთებს ყიდულობს ალბათ აბა ის ყიდეს
ჩვენი ქვეყანა რომ სულ უფრო შორდება დასავლეთს და ევროპას, ეს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაგვიმტკისა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან დაგვიანონსა განათლების რეფორმა, რომლის მიხედვითაც სკოლებში 12 წლიანის ნაცვლად ბრუნდებით ისევ 11 წლიან სისტემას და უმაღლესში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა იქნება 3+1 წელის სისტემით. ანუ განათლების რეფორმით გვეუბნებიან, რომ 1 წლის ნაკლები განათლებით უფრო განათლებულები იქნებითო. ხალხი აღშფოთდა, როგორ შეიძლება ევროპული სისტემის შესვლა და 1 წლის მოკლებაო, ნუ კარგი რაღაც, რა განერვიულებთ. გადახედეთ რა ხდება. ნახეთ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი, ქალაქის მერი, ქვეყნის მართველი ზოგადად ვინ არის და ანის 11 წელიც რა საჭიროა გამაგებიდეთ. რაში ჭირდება? განათლების რეფორმაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა არც მეტი არც ნაკლები კახი კალაძემ. ვიცი ყველას გაინტერესებთ მისი აზრია, ამიტომ გამოვიტანე დღეს მონოლოგში და მოდი მოვისმინოთ. განათლების სისტემის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებულიც. განათლების სისტემა რომ მნიშვნელოვანია და დაგვიანებული, ზუსტად მაგის წყალობით ხარ დღეს ქალაქის მერი კახი და ამიტომ მოერიდე ხოლმე ზუსტად რაღაცა ეგეთ მსგავს განცხადებებს. ამიტომ ჯობია, იმიტომ რომ სხვა რა შეიძლება ითქვას. გადავიდეთ სრულიად მოსალოდნელ თემაზე. პარტია გახარია საქართველოსთვის ბოიკოტს ყვეთს და პარლამენტში შედის. გახარია საქართველოსთვის ის ხო იცით საქართველოს რომ იყო პარტია ხო გახსოვთ ადრე ხო გადაკეთდა და იყო გახარია გერმანიისთვის. ახლა კიდევ შეიცვალა სახელი და ამიერიდან უნდა მოვიხსენოთ როგორც გახარია პარლამენტისთვის. ანუ ესეთი პარტია არსებობს. ნუ ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ გახარიას პარტიის წევრებს პარლამენტი თუ არალეგიტიმურად მიგაჩნიათო, თქვენო რატო შედიხართო? ამაზე პასუხს სცემენ რომ ნუ პარლამენტი კი არალეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ მაინც შევდივართო, ამით ლეგიტიმაციას არ ვაძლევთო ჩვენ ოცნებასო. ანუ პარლამენტი გახდება ორპარტიული და თურმე ლეგიტიმაციას არ აძლევენ. ეს იგივეა ხა ქალი რო გათხოვდეს და ქმართან არ წვებოდეს იმის გამო რომ იმ ოჯახის წევრად არ თვლიდეს თავს. ანუ ოჯახს ლეგიტიმაციას არ აძლევდეს. მიხვდით აი ეგეთი სიტუაცია, მაგრამ რა ვიცი ის კი არ იცია რომ საბოლოო ჯამში საწოლში დაწოლა მაინც მოუწევს ამ ქალს რა მე ესე ფიქრობ. მოკლედ დანარჩენი ოპოზიცია, ჟურნალისტები, აქტივისტები, მოქალაქეები ყველა ეწინააღმდეგება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლას, მაგრამ გიორგი გახარია და მისი მიმდევრები ბოლომდე უდრეკად აგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას. აბა რა ბატონო გიორგი, ბოლომდე განახორციელეთ თქვენი გეგმა. კოცებთან ერთად პარლამენტშიც უნდა შეხვიდეთ. საკრებულოს მანდატებიც უნდა გამოიყენოთ. მაგათან ერთად სუფრაზეც უნდა დასხდეთ და კარგად მოილხინოთ ხოლმე. მე ერთობლივი მოლაპარაკებები ჩაატარდო პრესკონფერენციებიც უნდა აწარმოოთ ერთად. ოღონდ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს ყველაფერი ზიზღნარევის სახით უნდა აკეთოთ. აი ესეთი. დიახაც, მიხვდნენ კოცები რომ მაგათზე ძალიან ხართ გაბრაზებულები. ძალიან გაბრაზებულები ხართ. აი ასეთი სახეებით უნდა დავამარცხოთ არჩევნების გზით ქართული ოცნება და რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით. ოღონდ ასეთი სახეებით, მშვიდობიანი გზით, სახეები, ზიზღნარების სახეებით ძვირფასო მეგობრებო. მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ჩემს შოუს კლავად გააფორმეთ ბენდი თამუნალეკაშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია Essence. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.